დღეს ძველი ეგვიპტის მედიცინაზე ვისაუბრებთ. ეს ერნესტ ბორდის ნამუშევარია. სურათზე ვხედავთ, როგორ მიმართავენ ეგვიპტელები ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდის არქიტექტორს, ცნობილ ექიმს, ბრძენს, იმჰოტეპს სნეულის დასახმარებლად. როგორც ვიცით, ძველ ეგვიპტეში მედიცინა კარგად იყო განვითარებული. მედიცინის მაღალ განვითარებაზე მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული არაერთი პაპირუსი. კონკრეტულ შემთხვევაში სურათზე ნაჩვენებია ედვინ სმითის პაპირუსი. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც ძველ ეგვიპტური მედიცინის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ცნობილია, რომ ეგვიპტელებმა კარგად იცოდნენ ანატომია, ატარებდნენ არაინვაზიურ ქირურგიულ ოპერაციებს. შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია და პროთეზირება. ეს ეგვიპტეში აღმოჩენილი ცერათითის პროთეზია. დამზადებულია ტყავისა და ხისგან. ძველ ეგვიპტეში ასწორებდნენ და კურნავდნენ მოტეხილობებს. განთქმულნი იყვნენ ყბასახის ქირურგიაშიც. კბილების მკურნალობისას იყენებდნენ ხიდებს. ეს კომო ომბოს ტაძარზე აღმოჩენილი ქირურგიული ინსტრუმენტების გამოსახულებებია. აქ კი უკვე შაკიკის მკურნალობის სცენაა გამოსახული. ცნობილია, რომ ეგვიპტელებს მდიდარი ფარმაკოპეაც ჰქონდათ.